თამარ ალბათ განსხვავება ჩემსა და პირობითად აი თქვენ შორის ვინც ყოველ დღე აქ იღვიძებს ყოველ დღე გამოდის გარეთ ნახულობს თავის ნაცნობებს გადის აქციაზე სამსახურში ასე შემდეგ ხალხი აქ უკვე დიდი ხანია რაც დაყოფილი არის სხვადასხვა ჯგუფებად ისინი ვინც ემიგრაციაში ვცხოვრობთ ჩვენ არ ვართ ესე დაყოფილები ანუ ჩვენ რო აქ ჩამოვდივართ ქუჩაში რო გავდივარ მე ზუსტად ისე მიხარია ჩემი თანამოაზრის ნახვა როგორც მიხარია ჩემი ქოცი მეზობლის ნახვა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ მინახავს. და თან ანი საინტერესო რა არის, ახლა მე თბილისელი ვარ. და აქ დავიბადე, გავიზარდე სკოლაში, აქ დავდიოდი საბავშვო ბაღში და ბევრ ადამიანს ვიცნობ. ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებთანაც მე ბმა მაქვს, ზუსტად ისევე ფიქრობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე როგორც მე, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი სიმართლე, რომელსაც მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და არ მგონია რომ ამას ჩვენ მივყავართ იქ სადაც უნდა მივდიოდეთ. შესაბამისად, ყველაზე დიდი პრობლემა მე რაც დავიჭირე აქ არის ის რომ ნაწილი უყურებს კონკრეტულ ტელევიზიას უყურებს იმ ადამიანს, რომელსაც ისედაც აქციაზე ხვდება და მის აზრზე არის და არის რაღაცა ნაწილი, რომელიც უყურებს მხოლოდ TV-იმედს. მე TV-იმედზე იმიტომ აქვს ეს დამოკიდებულება, რომ იმდენად არასწორი მიდგომა აქვს ისრაელთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გაცხადებულად და ჩვენი დიასპორის წევრები, რომლებიც ახლა მე მისმენენ, ამაში დამეთანხმებიან. მათ სრულიად სხვა რეალობა აქვთ. ანუ ეს ადამიანები მართლა არ ფიქრობენ, რომ რაღაცა პრობლემა დადგება აი ამ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემდგომ. მე სანამ ისრაელში წავიდოდი, განათლების დიდი ნაწილი ევროკავშირში მოქვს მიღებული. ლატვიაში ვსწავლობდი, შემდგომ ბრიტანეთში, შვედეთში, ირლანდიაში, გერმანიაში. მე წავიკითხე ეს თქვენი პოსტები და ამაზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ მოგვიანებით, იმიტომ რომ მართლა ემოციის გარეშე ვერ ვკითხულობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ლაშა, აი, როდესაც ეს ადამიანები გხვდებიან, თქვენ ესაუბრებით და მათ შორის აი ვერ წარმომიდგენია რომ რაღაც ნაცნობი 5 წუთი მაინც შეგხვდეს და ამ ყველაფერზე არ იყოს ლაპარაკი, ხო? და თქვით რომ ზოგს შეიძლება არც კი შეჯეროდეს, რომ მართლა დავდგებით, როცა უკვე დასახელებულია ის თარიღი 31 აგვისტო, როცა მართლა ყველა ჩვენგანი აქ უკვე აღარ არის განსხვავება, ხო? ვინ ოპოზიციის მომხრეა, ვინ ქართული ოცნების, ყველა შეეხება ის ყველაფერი, რაც მოგვიწევს უვიზო რეჟიმის შეჩერების შემდეგ. აი, რას ამბობენ ეს ადამიანები მაგალითად ჯერათ რომ ან ომის გლობალური ომის პარტია გვაძალებს ამას და Deep State-ი რომ კაცები გაათხოვონ ან შალვა პაპუაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, კოპახიძეს თუ ვიღაცას გაათხოვებენ თუ კი უვიზო რეჟიმი შევინარჩუნეთ ჩვენ და სინამდვილეში ის პირობები შევასრულეთ, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს ევალება, ხო? დიახ, აი თამარ ძალიან საინტერესო დასვით შეკითხვა და დაიწყეთ ომი გინდას ამბავში. მთელი ეს ბოლო რამდენიმე წელიწადი მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ჩვენ ხო გვესმის ეს ყველაფერი, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, ჩვენთან მშვიდობაა, ჩვენთან მეორე ფრონტი არ გაიხსნება. რაღაც ეტაპზე მე მეგონა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაზე შექმნილი არგუმენტი იყო, თუმცა რაც ამსაც დაიწყო ირან-ისრაელის ომი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ გაოცებულები უყურებდით ქართულ არხებს, იმიტომ რომ ის არგუმენტი, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომზე იყო მორგებული, უცებ გადმოვიდა აქეთ და ანალოგიურად გამოიყენეს ეს არგუმენტი იმაზე სასაუბრად, რომ აი შეხედეთ ახლა რეგიონში რა ხდება, ჩვენ არ აგვაქვს იმისი ფუფუნება, რომ აქ რაღაცა გავრისკოთ და ეს არის ხელისუფლება, რომელიც აქ უნდა იყოს და ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ აგვარიდა, რომ აი ეს შუა აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ჩვენთან არ გადმოსულა. იმდენად ბოროტულად და არასწორად იყო გაშუქებული აი ეს ომი, თუნდაც ის ფაქტი, რომ ის ატომური სადგურები, რომლებიც შენგან არ ვიცი რამდენიმე კილომეტრში არის დაშორებული, შენ შეგიქმნიდა ამ საფრთხეს, ეს ამას ყვებოდნენ აქ. თუმცა მე რო ვესაუბრები ადამიანებს, ბევრად უფრო მეტად ჩანს თითქოს მედიაში, რომ ეს ხალხი უფრო მეტია, ვიდრე სინამდვილეში რო ელაპარაკები. სინამდვილეში მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ აი ბოლო 3 კვირა დავდივარ ნათესავებში, კლასელებში, ახლობლებში, სუფრებზე, ერთი სუფრა, მეორე სუფრა, იქ გამორიცხულია რომ ამ თემაზე არის ლაპარაკო. გამორიცხულია რომ უვიზო რეჟიმზე არის საუბრო ისეთ შეკრებებზე. ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი არის, თუნდაც ის ვინც ხარი მიცა
ქართულ ოცნებას 2024 წელს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პრობლემა არ არის და უვიზო მიმოსulis აი ესე უბრალოდ დამთმობი არის. ჩემი აზრით, ეხლა არის ზუსტად ის დრო, რომ ყველა ადამიანი, ვინც ან სამოქალაქო აქტივისტი, ან პოლიტიკური პარტიის წევრი არის, ყველანაირად ეცადოს, რომ ეს ადამიანები თხოვოს, რომ დაწერეთ Facebook-ზე თქვენი პირადი გამოცდილება. აი შენ მაგალითად ბატონო ნუგზარ, რომელსაც იმიტომ ხარ დღეს ცოცხალი, რომ რამდენიმე თვის წინ შენ რო დაგისვეს მძიმე დიაგნოზი, შენ შეგეძლო რომ წასულიყავი ქუთაისში, გეყიდა იაფიანი ბილეთი, ბერლინში გადაფრენილიყავი და გამოჯანმრთელდი. მე ძალიან მწყდება გული, რომ ჩემს გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი იღებს ხმას. თქვენმა წინა გამოსვლელმა ძალიან არასწორად აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი, რომ შენ რაღაცა გამოსავალი მოუფიქრო ამ სიტუაციას. შენი გამოცდილება დაწერე იმ Facebook-ზე. მე ძალიან წყინს, რომ ბოლო პერიოდში, აი თუნდაც ჩვენი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ყველამ ვისაც უნდა გაიგო, უკვე გაიგო. ვისაც უნდა დაენახა, უკვე დაინახა. ესე არ არის. მე რო ბუნკერში ვიჯექი 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდგომ სტატუსზე ვწერდი და ინტერვიუზე ვაძლევდი, მე ვიცოდი, რომ არის რაღაცა ნაწილი მოსახლეობის, რომელსაც მე თუ არ დაველაპარაკები, ჩემს ნაცვლად სხვა დაელაპარაკება. და ის სულ სხვა რაღაცას ეთქვის. კი ბატონო. გადართავს TV იმედზე. კი ბატონო, მსხვერპლი აღმოჩნდება. კი, TV იმედზე გადართავს და იქ ეტყვიან, რომ რა ვიცი, სულ სხვა რაღაცა ხდება. ამას წინად ერთ-ერთი ვინც მოგვიკლეს 2023 წლის 7 ოქტომბერს იმ ადამიანის ოჯახის წევრმა ისე გამლანძღა Facebook-ზე რაღაცა სტატუსის გამო, რომ მივხვდი როგორ ძლიერად მუშაობს პროპაგანდა. კი. და ჩვენ ვერ ვიქნებით თამარ მარტო თქვენი ტელეკომპანიის იმედზე ან სხვა ტელეკომპანიების იმედზე. იმიტომ რომ ხო ეხლა ჩვენ ხედავთ და ლაშა თქვენც ახსენეთ, რომ ეს ფაქტია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს განასხვა რამეს, ადასტურებს იმას, რომ აი ეს ზუსტად იმედი და აი ეს სახელისუფლებო პროპაგანდა მთლიანად ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის სწორედ ბოროტების მხარეს, ბოროტების ღერძის მხარეს და ის არასოდეს არ იქნება და ვერ მოტრიალდება ამ გზიდან. უკვე ამ შემოტრიალების წერტილი უკვე დაკარგული აქვს ამ ხელისუფლებას და ზუსტად ამიტომ მივედით ჩვენ მართლა აი ეს არ არის უბრალოდ ის ახლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის მართალია ყოფითი პრობლემებიც ადამიანებისთვის, სასიცოცხლო პრობლემებიც კი, მაგრამ ეს ხომ არის მთლიანად მთელი ქვეყნის შემოbrunება აი ამ დასავლური ორბიტიდან ზუსტადაც ბოროტების ღერძისკენ, სადაც არის იგივე რუსეთი, ირანი თუ სხვა ესეთი ავტორიტარული სახელმწიფოები და ლაშა გადავიდეთ მინდა თქვენი სტატუსები როცა წავი კითხე ერთი ნაწილი ეხებოდა იმას თქვენს სწავლას, სტუდენტობას ლატვიაში და მეორე სტატუსიც გქონდა, სადაც ახლა მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე ძალიან შემეხოდა, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანი. ეს პრობლემა, აი ზუსტად ამას ვამბობდით, რომ ყველას ეხება, ყველა თაობის, ყველა სოციალური ფენის, ყველა ასაკის, აი ყველანაირ ადამიანს, მათ შორის იმ 9 აპრილის თაობას, რომელზეც თქვენ გქონდათ იქ საუბარი, თქვენი მშობლების თაობას, რომლებმაც მართლა სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ საქართველო აი აქამდე მისულიყო და ახლა არავის არ აქვს ალბათ უფლება, რომ აი ეს ყველაფერი ასე უცებ ერთი ხელის მოსმით შემოატრიალოს. აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ გაიგოს, რომ ამ ყველაფრით ყველაზე ნაკლებად ზარალდებიან პირობითად ჩემნაირი ადამიანები, რომლებმაც იქ ისწავლეს, კონტაქტები აქვთ, დადიან, ასწავლიან და ასე შემდეგ. ყველაზე ძალიან მინდა რომ თქვენმა მსმენელმა იცოდეს, რომ ყველაზე მეც ვინც ხმაურობთ და ხმას ვიღებთ, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეხება ეს ყველაფერი. კი ბატონო, ჩვენ ჟურნალისტებსაც ლაშა მოგცემენ ამ ვიზას და ივლია ასე 10 წლეულების განმავლობაში და კი, აქ ხო ამაზე არ არის ლაპარაკი. და ივლით არ არის ანანაირი პრობლემა. აი ხლა მაგალითად პირობითად ჩემი მაგალითი რო თქვა, ჩემ მშობლებს 2 შვილი ვყავართ, მე და ჩემი ძმა გიორგი. ორივე ვისწავლეთ ევროკავშირში, ჩემი ძმა სკანდინავიაში ცხოვრობს, მე შუა აღმოსავლეთში და მართლა ანუ ნომერ მესამე სიხარული ყოველ წელს გარდა იმისა, რომ ლაშა ჩამოვიდა და გიორგი ჩამოვიდა. ჩემი მშობლებისთვის არის რომ წავიდნენ გიორგის სანახავად. პირველად ჩემი მშობლები რომ ერთად გაფრინდნენ, იყო 2018 წელი. თავიანთი ქორწილის 30 წლის იუბილე იყო, როცა ყველანი წავედით ჩემ ძმასთან სტუმრად. და მართლა წარმოუდგენელი იყო ის, რომ შეიძლება აი ჩვეულებრივმა თბილისურმა ოჯახმა, რომელიც ხელფასზე ცხოვრობს, კონდეს იმის საშუალება, რომ მივიდეს აეროპორტში,
გაფრინდეს, თავისი შვილი მოინახულოს, ოჯახი გაერთიანდეს, იქ იაროს, ანუ იმდენად ბევრი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი თავისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ამითი მათ აქვთ იმისი განცდა, რომ შეიძლება დაბრუნდნენ შვილებიც. აი მაგალითად, პირობითად დედაჩემისთვის ჩემ ძმასთან ჩურჩხელების წაღება და სულგუნის ჩატანა ძალიან ბევრს ნიშნავს. მისთვის ეს არის იმისი განცდა, რომ თვითონაც ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობს. რომ ისეთი ნორმალური ქვეყანა არის საქართველო, რომ საქართველოს მოქალაქე მიდის ქუთაისის აეროპორტში, აძლევს პასპორტს, შეუძლია გაფრინდეს. აი დედაჩემი, რომელიც 4 თვის ორსული იყო ჩემზე 1989 წლის აპრილში რო გავიდა რუსთაველზე, 4 თვის ორსული იყო ჩემზე. მისთვის ძალიან დიდი რამ არის, რომ უყურებს ამ სახელმწიფოს. საიდანაც მიდის, მიფრინავს და თავის შულს ხვდება. ჩვენ აქ გვინდა ცხოვრება, მე არ გადავსახლებულო აქედან, მე მინდა საქართველოში დაბრუნება. ჩემ ძმასაც უნდა დაბრუნება. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. იმ ხალხმა, ვინც თავრობას დაუჭირა მხარი 2024 წელს, მე რო თელ-ავივში, ისრაელში, რამადგანში უბანზე ვიყავი იმ დღეს და ადამიანებს ვეხმარებოდი თავისი ნომრის მოძებნაში სიაში, მე არ ვეკითხებოდი ამ ხალხს თქვენ ვის უნდა მიცეთ ხმა. არც მე ვეუბნებოდი მე ვის უნდა დაუჭირო ხმა. მართლა ერთი ხალხი ვართ და რო საუბრობენ აი ჩვენს ეროვნულობაზე და ჩვენს იდენტობაზე, მე 2008 წელს რო წავედი ლატვიაში სასწავლებლად, მეილში მოგწერეს, რომ თუ გაქვთ საშუალება ჩოხა წამოიღეთო, მაშინ ძალიან სიახლე იყო ქართველი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და არაჩვეულებრივმა ხალხმა ისწავლა ჩემი თაობის. აი ეს მნიშვნელოვანია, ლაშა, ეს კარგია, რომ არ გამოგრჩა ხო აი ეს ნაწილი, როდესაც პროპაგანდა ამაზე არის აგებული, ხო რომ ქართველობას გვართმევენ, იმას გვართმევენ, ამას გვართმევენ და ევროპაში რა თუ მეტი ინტეგრირება მოხდება ამ ქვეყნის, თითქოს ჩვენ დავკარგავთ რაღაცებს. უფრო პირიქით და აი ეს ნათელი მაგალითია იმის, როგორ უფრთხილდებიან პირიქით, როგორ სათუთად, როგორ ზედმეტადაც კი უფრთხილდებიან შენს თვითმყოფადობას, შენს ეროვნულ ღირსებას, კულტურას თუ ტრადიციებს. ძალიან უფრთხილდებიან და საინტერესო ის არის, რომ როდესაც საქართველოს ევროკავშირთან დაიწყო მოლაპარაკებები აი ამ სტუდენტების გაცვლაზე, ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ სანამ მოიფიქრებს ერასმუსის პროგრამა როგორ იმუშაოს ამ ქვეყანასთან, ჩვენ წამოვიყვანთ ორმხრივი გაცვლითი პროგრამით. და ჩვენ პირადად უნივერსიტეტები გვაძლევდნენ ამ დაფინანსებას. ლატვია 2 ადგილი იყო, ლიეტუვა 10, ესტონეთი 6. ჩვენ რო ჩავდიოდით, აი ხო გეუბნებით, ჩოხას გთხოვდნენ, რომ ჩაგვეტანა, რომ იქ გაგვეცნო ჩვენი კულტურა, ჩვენი არ ვიცი რა ტრადიციები იქაური ადამიანებისთვის და საქართველოს სავსე არის იმ ხალხით, რომლებსაც აი ეს თითო სემესტრით მიგვიღეს, გვასწავლეს, მოგცეს განათლება, არავის ჩვენგან იქ დარჩენა არ მოუთხოვია. პირიქით, აი აქ მე ხალბათ მისმენენ მაგალითად ჩიუნინგის პროგრამის მონაწილეები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიდიან. დიდი ბრიტანეთი პირდაპირ ხელს გაწერინებს, რომ ჩამოდი ისწავლე მაგისტრატურაზე, აქ არ დარჩები. ჩაალაგე და წადი უკან. აი ბრიტანეთი ხელს აწერინებს ამ ადამიანებს იქ რო ჩავიდნენ. რომ შეხვეყანაში გამოიყენო იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება და მოახმარო ამ ქვეყანას, ხო? რა თქმა უნდა, ამიტომ იყო აი 2010-ში განსაკუთრებით საქართველოში სამინისტროები გადაივსო უცხოეთში ნასწავლი ადამიანების. არავის აღარ უყვირდა შენი ჰარვარდის დიპლომი. მე ოქსფორდის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, სანამ თელ-ავივში დავამთავრებდი დოქტორანტურას და ოქსფორდის უნივერსიტეტი მე ლაშა შაყულაშვილმა იმიტომ დავამთავრე, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ. და არავის არ მოუწია ის სტიპენდია ჩემთვის, რომ იქ დავეტოვებინე და იქ გამეგრძელებინა ეს მუშაობა. ყველა სიკეთე, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვაძლევს, ისევ აქაურობისთვის გვაძლევს. კი ბატონო. რომ აქ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ იმას უნდა, რომ მეზობელი მარტო ლამაზი ქვეყანა კი არ ქონდეს. ეგრე შვეიცარიაც ულამაზესი ქვეყანაა და შვედეთიც ძალიან ლამაზია. იმას უნდა, რომ შენ აქ ნორმალური საზოგადოება გყავდეს. ზუსტად. რომელიც მე შეძლებს რას მოითხოვს? აი, კარგად რომ ავხსნათ ჩვენი მაყურებლებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც შესაძლოა ისე რომ ამბობდი მხოლოდ იმედს და ის პროპაგანდას უყურებს. სინამდვილეში ევროკავშირი მოითხოვს იმ ძირითადი ღირებულებების, იმ ფუნდამენტის დაცვას, რაზეც დგას საერთოდ, ხო? მთლიანად ევროკავშირი და ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება და ომისთვისაც ეშინია. უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირია
გარანტია, ზუსტად უსაფრთხოების გარანტი და არა ბოროტების მატარებელი რუსეთი და მისი მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოები და ასევე ეს არის კეთილდღეობა. ადამიანი სადაც არის ღირებული, ადამიანს სადაც ყველაზე დიდ პატივს ცემენ, იქნება ეს ჯანდაცვა თუ იქნება ეს ეკონომიკური კეთილდღეობა, ხო და აი ეს არის მთავარი მოთხოვნები. შენს მოქალაქეებს ნუ ურტყავ, ნუ ცემ, რეპრესიებს ნუ მოუწყობ, ყველა ნუ გაასამართლებ და ციხეში ნუ ჩაყრი და ნუ ჩადიხარ ამ უბედურებას და გქონდეს აყვავებული, უსაფრთხო და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო. აი ეს არის ხო სინამდვილეში აი ამას ითხოვს ევროპა. რა თქმა უნდა, ითხოვს ძალიან კონკრეტულ თანმიმდევრულობას იმაზე თუ როგორ უნდა მიხვიდე შენ ერთი პუნქტიდან მეორეში და აი პატარა შედარება მინდა გავაკეთო ისრაელში პასექის დღესასწაულზე, რომელიც არის ეგვიპტის მონობიდან გამოსვლის დღე. ყოველ საღამოს, როდესაც იშლება სუფრა და იკითხება ლოცვა, ყველაზე მკაფიო გზავნილი არის მხოლოდ ერთი. ეგვიპტე არის გონებრივი მოცემულობა. ეგვიპტე არ არის ფიზიკური მოცემულობა და განზომილება. შენ რა წამსაც დაგავიწყდება, რომ თავისუფლებისათვის ფასი უნდა გადაიხადო ყოველ თაობაში. შენ აუცილებლად დაბრუნდები უკან ეგვიპტეში. ერთხელ არასოდეს არ გამოდიხარ შენ ეგვიპტის მონობიდან და რა წამსაც შენ დაგავიწყდება, რომ ფასი აღარ გახსოვს იქ როგორ იყავი, უკან დაბრუნდები. მე ამ წუთას რასაც უყურებ არის ის, რომ სახელმწიფო, რომელიც არ ვიცი, აი ჩვენის ბავშვები, ვინც დავიბადეთ 9 აპრილის შემდგომ, ყველა უბედურება ჩვენ თავზე გადავიტანეთ. ჩვენ ეს ქვეყანა იმიტომ გვიყვარს ესე ძალიან, რომ ბებიებთან და პაპებთან ერთად პურის რიგებში დგომის შემდგომ, ეხლა მე ბებიაჩემ მაყვალას მივყავდი ხოლმე, იმიტომ რომ უფრო აძლევდნენ ხოლმე ბებიებს ბავშვი რომ მოყავდათ. ბავშვიანია. ესე იგი, მე ვიდექი ბებიაჩემ მაყვალა კობერიძესთან ერთად პურის რიგშიც. შემდეგ სალიარკის სუნით ყარდა ჩემი ტანსაცმელი, იმიტომ რომ სკოლაში გათბობა არ იყო. შემდეგ უგამოცდოთ და ჩაწყობის გარეშე ჩავაბარე უნივერსიტეტში და დავინახე რომ რაღაცა მელოდებოდა უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში. ევროკავშირი იყო ის, ვინც მე მითხრა, რომ იცი რა არის, ჩამოდი ჩემთან ისწავლე. იმიტომ რომ ჩვენ შენი მეგობრები ვართ. ევროკავშირის სავსეა ქართველოლოგიის პროგრამებით. ქართული ენა ისწავლება ვენის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, სავსეა ქართველოლოგიის პროგრამებით ევროკავშირი. ქართული მრავალხმიანი საეკლესიო გალობა არ ვიცი მე რამდენ ქვეყანაში ისწავლება, ჰოლანდიაში და ირლანდიაში ყველაზე მეტად. და მეორე მხარეს მყავს სახელმწიფო, რომელმაც კირით შემითეთრა ეკლესიები, ჩემი ფრესკები გადაღება, ჩამოყარა ჩემი გუმბათები და ხახვის გუმბათები დაადგა ზედ. მოსპო და გაანადგურა უამრავი ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, მერეგზები დააგო იმ ყველაფერზე. და დღემდე არ აღიარებს, რომ მე იმაზე მეტი შეიძლება ვიყო, ვიდრე მისი გამრთობი და მზარეული. ზუსტად, ლაშა, ძალიან დიდი მადლობა აი ასეთი საინტერესო საუბრისთვის და ასეთი პირადი მაგალითები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მე გეთანხმები, რომ ხო, მართლა ყველა ადამიანს შეუძლია, რომ უბრალოდ თავისი ერთი თუნდაც პატარა გამოცდილება Facebook-ზე დაწეროს და აი ასე მაინც გაუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც სიმართლეა, რაც სინამდვილეა და რაც აი ამ პროპაგანდას გააფერმკრთალებს. მე დარწმუნებული ვარ. მადლობა ლაშა. შევხვდებით იმედია კიდევ და უფრო კარგ და უფრო სასიამოვნო თემებზეც ვილაპარაკებთ. მადლობა დიდი მობრძანებისთვის. ლაშა შაყულაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ებრაისტი და მე მართლა ძალიან საინტერესო იყო მასთან საუბარი, როგორც ყოველთვის და საინტერესო იყო სწორედ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ საუბრობ და ჩვენ ახლა საუბარი უნდა განვაგრძოთ უკვე ჩვენს მომდევნო სტუმართან და რასაკვირველია, მთავარი სასაუბრო თემა არის სწორედ ის ქართული ოცნების პროპაგანდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უკვე დაწესებული, უკვე დადგენილი დედლაინი 31 აგვისტო, როდესაც რის შემდეგაც უკვე სავარაუდოდ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქაბატონი ნინო, მოკლედ მოდით აი ამ პროპაგანდით მინდა რომ დავიწყო ზუსტად ქართული ოცნების. ამუშავეს არჩევნების წინ ძალიან კარგად, მოდით ვთქვათ, ომი გინდა პროპაგანდა და ზოგადად მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდა მათთვის კარგად მუშაობს. ისინი ახერხებენ რომ ზუსტად იმ წერტილში დაარტყან ადამიანებს, სადაც ყველაზე მეტად მოწყვლადია. ახლა ჩვენ ხედავთ პროპაგანდას, რომ ომშიც ჩაგვითრევენ, დიპ სტეითი გაიმარჯვებს, ქართველობას წაგვართმევენ და პაპუაშვილს ან ვინმე სხვას კიდევ
გაათხოვებენ თურმე თუ უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა და ამაზე წავიდა ქართული ოცნება. რას ნიშნავს ეს პროპაგანდა და ვინ არის კიდევ ერთხელ აი მთავარი სამიზნე ამ პროპაგანდის თქვენი აზრით? მოგესალმებით თამარ, მივესალმებ